მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ძამდებით. მოდით მოკლედ გავისაუბროთ ტრანსფორმაციის თემაზე, რა არის საერთოდ ეს და რა არის პირველი ნიშნები ტრანსფორმაციის შეჩერების ადამიანის ცხოვრებაში. და ვინაიდან დინამიკა ქალებისგან მომდინარეობს დინამიკა საერთოდ, ამიტომ დავიწყოთ ქალბატონებისგან და ვთქვათ განვავრცოთ შემდეგ მამაკაცებზეც. პირველი ნიშანი იმისი, რომ ადამიანი დაბერდა, ანუ ფსიქიკურად გულისხმობ, ფსიქიკურად და ფსიქიკა დაუბერდა იმას ნიშნავს, რომ ტრანსფორმაცია გაჩერდა, ანუ აღარც სურვილი აქვს გარდა სახვის და შეცვლილების და აღარც ამის შესაძლებლობა აქვს. ან პირველ რიგში შესაძლებლობა ქრება, კრეატიულობის უნარი ქრება. აი ეს არის პირველი ნიშანი იმისი, რომ ჩერდება ტრანსფორმაციის პროცესი ადამიანში და აუცილებელია ამას მიაქციოს ადამიანმა დიდი ყურადღება. პირველ რიგში ქალბატონებისთვის ვიტყვი იმას, რომ ქალში ეს პროცესი მაშინ ჩერდება, ანუ კრეატიულობა, როდესაც ჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალში მოძველდა ის მეთოდები, ის საშუალებები, რომლებითაც ის ეურთიერთობება და მართავს საწინააღმდეგო სქესთან მის ურთიერთობებს ცხოვრებაში საერთოდ. ის საშუალებები, ის ხერხები, ის მეთოდები, ის სტრატეგიები და ის ტაქტიკა, რომლითაც ის ურთიერთობს მოწინააღმდეგე, ანუ მამრობით სქესთან, ასე ვთქვათ, ან და აკეთებს საქმიანობას, ასე ვთქვათ, მამაკაცურ საქმეს აკეთებს ამ მეთოდებით. ეს იგივეა. მოძველდა ეს მეთოდები მისთვის, აღარ არის უკვე, ანუ აღარ მოაქვს ის რეზულტატი, ის შედეგი, როგორც ფიზიკური, მატერიალური მხრივ, ასევე შინაგანი სიამოვნება, ის დრაივი აღარ მოაქვს. ბედნიერებას აღარ ანიჭებს, შესაბამისად აღარ ხდება ტრანსფორმაცია, აღარ ხდება განვითარება. ანუ მოძველდა კრეატიულობა გაჩერდა, შესაბამისად აღარ ხდება ტრანსფორმაცია. პირველი ნიშანი იმისი, რომ ადამიანს კრეატიულობა, შემოქმედებითობა გაუჩერდა, არის მიანიშნებს იმაზე, რომ ტრანსფორმაცია ჩერდება ავტომატურად, ანუ სიბერე, ეს არის სიბერე სინამდვილეში. ეს იწვევს სიბერეს. ამიტომ ქალბატონებმა აუცილებელია, რომ რაღაც ეტაპზე, როდესაც აი ამას შენიშნავენ, აი ამ ნიშანს, აუცილებელია, რომ ეს კარტი, რომელთაც ისინი თამაშობენ, ხო, ცხოვრებაში, ამოაბრუნონ, ანუ დაანახონ იმ ადამიანს, ვისთანაც ერთად ისინი რაღაცას ქმნიან. მამაკაცზე მაქვს საუბარი, ანუ გნებავთ სოფლურ ურთიერთობაში, გნებავთ ბიზნესში, გნებავთ სხვადასხვა სამსახურში იქნება ეს თუ პირად ოჯახურ ან ცხოვრებისეულ ურთიერთობებში. განაუბრალოდ უნდა აჩვენოს და აუხსნას, რომ აი მე ესე და ესე მართავ შენთან ურთიერთობებს, საერთოდ ამ მეთოდებით და ამ საშუალებებით ვურთიერთობ შენთან. არა, უნდა ასწავლოს კიდევაც როგორ გამოიყენოს ეს ამ მამაკაცმა ცხოვრებაში. შესაბამისად იწყება ორივეს ერთად განვითარდება, ანუ ქალი იძულებული ხდება, რომ ახალი მეთოდები შეიძინოს ცხოვრებაში, მამაკაცთან ურთიერთობის და კაცი ამას იყენებს უკვე სხვებთან საურთიერთობოდ, როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან, ასე რომ ეს მომენტი ორივეს ეხმარება. ანუ უბრალოდ გამხელა კი არ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს თან სწავლება. ეს კარგად აღზრდელობითი მომენტიც არის და აუცილებელია ესეთი რაღაც ხდებოდეს. აღზრდელობითი მომენტიც არის ქალს და კაცს შორის ურთიერთობაში და აქ გრძელდება, ახლდება ტრანსფორმაციის პროცესი. ნახეთ, როდესაც ძველდება მეთოდი მოწინააღმდეგე სქესთან ურთიერთობის, იწყება, ანუ აღარ არის საჭირო კრეატიულობა, აღარ ეს ბუნებრივი მოცემულობა ქალისთვის, მოთხოვნილება მაშინ უჩნდება კრეატიულობის და რაღაცის შემოქმედების, როდესაც მას უჭირს ურთიერთობა მოწინააღმდეგე სქესთან. ეს ბუნებრივად ესე ყალიბდება ფსიქიკა ქალში.
ესე არის ბავშვობიდან. ეს სტრატეგიულობა, ეს მთელი ქალური სტრატეგიები, ეს ყველაფერი, რაც მას გააჩნია ცხოვრებაში, ხო? იწყება მოწინააღმდეგე სქესთან ურთიერთობით, იმიტომ რომ ქალმა მამაკაცის მეშვეობით უნდა მოიპოვოს რაღაცეები ცხოვრებაში, ამიტომ როდესაც ჩერდება ტრანსფორმაციის პროცესი, ეს იმას ნიშნავს, რომ კრეატიულობა არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალური მეთოდებით დაძველდა. შესაბამისად, მან უნდა გაამხილოს, უნდა გასცეს ეს, უნდა გადასცეს იმ მამაკაცს, რომელთანაც ერთად ან ბიზნესში იმყოფება, ან საქმიან ურთიერთობებში, ან ცხოვრებისეულად არის დაკავშირებული ოჯახით. შესაბამისად, იწყებს მამაკაცი ამის გამოყენებას, ავტომატურად იზრდება ქალი, ავტომატურად იზრდება კაცი. და კაცმა თუ კი არ ხდება ესეთი რაღაცა, ქალთან შეიძლება აქვს ურთიერთობა და მაგრამ არ ხდება ესეთი რაღაცის გამხელა, მაშინ მან თვითონ უნდა მოიპოვოს, თვითონ უნდა დაინტერესდეს, თვითონ უნდა შეისწავლოს ეს ყველაფერი, იმისთვის რომ სიბერე, ტვინის სიბერე, ფსიქიკის სიბერე, ასე ვთქვათ, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ტრანსფორმაცია ხდებოდეს, ასე რომ გისურვებთ ახალგაზრდობას, ახალგაზრდად დარჩენას, გაახალგაზრდებას, ტრანსფორმაციას, განახლებას. მადლობა ყურადღებისთვის.